განაგზავთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში შუადღე მშვიდობის კალბატონო მარიამ მადლობა რომ ხართ საქმის კურსის სტუმარი პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად დაინტერესებს ჩვენს მაყურებელს და მომხმარებლებს რეალურად მომხმარებელს მოუწევს თუ არა მეტის ან უფრო ნაკლების გადახდა გაზის ტარიფში მემორანდუმს რა ბედი ეწევა რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და გამონაწილეებელ კომპანიებს შორის დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის რომ ასე ვთქვათ კიდევ უფრო მეტად განმარტოთ ამ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ის გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იყო მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს როგორც თქვენთვის ცნობილი არის ასე ვთქვათ სამ სალიცენზიო არეალში დადგინდა ახალი სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობის ტარიფი საცალო ტარიფი ასე ვთქვათ თბილისის შემთხვევაში პრაქტიკულად ზრდა არ დადგინდა რაც შეეხება რეგიონებს იქ დაახლოებით 5 თეთრიანი ზრდა არის იქიდან გამომდინარე რაც საშუალო ტარიფი დღემდე არსებობდა და ახალი ტარიფთან შედარებით თვალსაზრისით არის დაახლოებით 5 თეთრიანი ზრდა. მინდა ვთქვა რომ ჩვენ არაერთხელ დაგვიანონსებია და ადრეც გქონდა საუბარი და გაჟღერებული ყოფილა პოზიცია რეგულირებაში მოსახლეობის სექტორის რეგულირებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება რომ გაგრძელდეს გრძელვადიან პერსპექტივაში სუბსიდია მიწოდებული გაზის ფასის სახით და შესაბამისად სუბსიდირებული გაზის მიწოდების ასე ვთქვათ არეალი არის სწორედ ყველა მომხმარებელი, საყოფაცხოვრება მომხმარებელი, თითეული ოჯახი და ამიტომ სრულად რეგულირებული ტარიფი ჩვენ ვფიქრობთ რომ არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გავრცელდეს უკლებრივ ყველა მომხმარებელზე და ეს იქნება იმ დოზით და ის ტარიფი, რომელიც დღეს დაადგინა მარეგულირებელმა კომისიამ. რაც შეეხება მემორანდუმს, მემორანდუმი ეს იყო დროებითი ღონისძიება ტარიფების გადახედვის გარეშე, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო ურთიერთობებით სუბსიდიის განხორციელებისა და როგორც კი ძალაში შესვლის ასე ვთქვათ თარიღი ჩვენ ჩავხედავთ გადაწყვეტილებას და იქიდან გამომდინარე სინქრონულად როგორც დერეგულირების ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების საკითხი, ასევე მემორანდუმების მოქმედების საკითხი აი ამ ნაწილში უკვე ახალი დადგენილი ტარიფის რეალობაში იქნება უკვე ძალაში შესული იმ დღიდან, როცა ეს ახალი ტარიფები დაადგინა მარეგულირებელმა კომისიამ. კალბატონო მარიამ, ანუ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ თბილისის მოსახლეობის ყაზტრანსგაზის ტარიფს რაც შეეხება 46.15 მიასედი რომელიც დაადგინეს ენეკმა ზრული ტარიფი რომელიც არის ამდენს გადაიხდის მომხმარებელი თქო აგვისტოდან 1 კუბურ მეტრ მომხმარებულ ბუნებრივ აირში, ხო? დიახ, ეს არის თბილისის სალიცენზიო არეალი, ყაზტრანსგაზის სალიცენზიო არეალში მოსახლეობა გადაიხდის 46.15 მიასედ თეთრს, იცით რომ 45 თეთრ ნახევარი იყო აქამდე, ანუ ფაქტობრივად ზრდა მხოლოდ ნახევარი თეთრი შეადგინა, რაც 1%-ზე ნაკლებია პრინციპში. რამდენად სამართლიანი ტარიფი მივიღეთ მომხმარებლებისთვის თქვენი შეფასება მაინტერესებს კალბატონო მარიამ. მე მინდა ვთქვა რომ სამართლიანობა გამომდინარეობს იქიდან თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ტარიფი. ამ შემთხვევაში განაწილების ტარიფი იცით რომ ძალიან დამოკიდებული არის იმ ინვესტიციებზე რომელიც ხორციელდება სალიცენზიო არეალში. სწორედ აქედან გამომდინარე ხა თუ ანალიზს გავაკეთებთ თბილისში იქიდან გამომდინარე რომ დიდი საინვესტიციო ასე ვთქვათ პორტფელი კომპანიას არ ქონია და ინვესტიციები ძირითადად გაზიფიკაციის სახით დაახლოებით 9 მილიარდი ლარის ოდენობით რეგიონების გაზიფიკაციის ფორმატში ასე ვთქვათ ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, სწორედ აი ეს განსხვავება განაწილების ნაწილში არის სწორედ ის განსხვავება, რამაც გამოიწვია ინვესტიციებმა განხორციელებულმა ამ წლების განმავლობაში. მიწოდების ფასს რაც შეეხება, რომელიც უნივერსალური არის ამ შემთხვევაში და სახელმწიფო აგრძელებს სუბსიდირებას სოციალური გაზის მიწოდების ფასის ნაწილში, ესეც არის უნიფიცირებული, ყველა მომხმარებელი ერთ და იგივე დოზით მიიღებს სოციალური გაზის სუბსიდიის ასე ვთქვათ იმ ხარისხით, როგორც ეს ასე ვთქვათ დადგენილი არის და ეს სუბსიდია ბუნებრივი არის გრძელდება შემცირებული მიწოდების ფასის სახით. კალბატონო მარიამ, კომპანიებისთვის ამდენად მისაღებია ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ თქო მათი საინვესტიციო საქმიანობისთვის რაიმე შემაფერხებელი წინაპირობა ხომ არ არსებობს? იცით მეთოდოლოგია ჩვენ გვაქვს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი არის ის რომ მეთოდოლოგია რომელიც დღეს სექტორში მუშაობს რეგულირებული ტარიფების დადგენის კუთხით არის ძალიან ასე ვთქვათ თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში ეს მეთოდოლოგია შეცვლილი იყო ასე ვთქვათ წინა პერიოდში იქიდან გამომდინარე რომ ახალი ტარიფების კორექტირების რაუნდისთვის მარეგულირებელმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის რომ ეს ახალი მეთოდოლოგია ყოფილიყო მიღებული რომელიც დაფუძნებული არის მიზანშეწონილობილ ხარჯებზე
და დარწმუნებული ვარ მე არ ყოფილვარ სემეკის ხდომებზე, მაგრამ იქ ძალიან დეტალურად იქნებოდა საუბარი ყველა იმ კომპონენტზე, ყველა იმ ხარჯზე, რომელმაც საბოლოო ჯამში ასახვა პოვა ტარიფში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ პოლიტიკის, სუბსიდიის პოლიტიკის ნაწილში ვინარჩუნებთ სუბსიდირებულ გაზის ფასებს მიწოდების ნაწილში, ხოლო ინვესტიციები, რომელიც განხორციელებული იქნა, ეს ადრე თუ გვიან ადეკვატურად უნდა ასახულიყო ტარიფში და ეს მოხდა დღეს. დიდი მადლობა მარიამ ვალიშვილი ენერგეტიკის ministris მოადგილე საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. მადლობა ქალბატონ მარიამს მოწოდებული ინფორმაციისთვის.